რა უხილავი პროცესები იწყებს მოძრაობას თქვენს ცხოვრებაში? ეს თემა განვიხილოთ და განვავრცოთ. ხილული თუ უხილავი პროცესები, რომლებიც იწყებს მოძრაობას ჩვენ ცხოვრებაში, რასაც ხშირად ვერც კი ვხსნით, რა არის ეს? და რა არის უშრეტი ენერგია? უშრეტი ენერგია, რომელიც გვტოვებს პერიოდულად და მერე ისევ მოდის. ამას ხომ გრძნობთ? თითქოს რაღაცა მიძინებული ამოდის ზედაპირზე თქვენში, როგორიც არის ამბიციები, სურვილები, ოცნებები და ასე შემდეგ. ახლა ზუსტად ეს პროცესები იწყებს აქტივობას თქვენში. ვერ გამტეხ, ეს არის თქვენი სათქმელი, ყველაფერი იმის მიმართ, რამაც აქამდე დაგასუსტად, თვითშეფასება დაგიკარგად, მოგადუნად. აღარ იქნება ისე გარდაქმნა ხდება თითეული თქვენთაგანის ცხოვრებაში. აი წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ცხოვრება აი ეს ხეა, შეხედეთ. რისგან შედგება ხე? ფოთლები, ტოტები და ფესვები. განმარტოთ. ფოთლები. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც სწრაფად ჩნდებიან, შემოდიან, ზოგჯერ ძალიან სასიამოვნოა მათი ყოფნა თქვენ ცხოვრებაში, ზოგჯერ ქაოტურიც, მაგრამ მთავარი ეს არ არის. მთავარია ის, რომ ასეთი ტიპის ადამიანები პირველივე დაბრკოლებაზე გვტოვებენ. ანუ ამოვარდა ქარი, შეარხია ფოთოლი და ჩამოვარდა, ხო? ესე იგი დასკვნა ისინი მცირე როლით იყვნენ და გავიდნენ ჩვენი სივრციდან. ეხლა გავმარტოთ ტოტები. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც შემოვიდნენ, დარჩნენ რაღაც გარკვეული მისიით, გაგახარეს, გატკინეს, გაცინეს, გატირეს, ხან მიგიღეს, ხან არ მიგიღეს, არც წავიდნენ და არც მოვიდნენ. მათ რაღაც გასწავლეს, კარგიც და ცუდიც. ოღონდ თქვენ მათ დიდი მნიშვნელობა მიანიჭეთ მოლოდინების შექმენით, მაგრამ მაინც არ აღმოჩნდნენ სათანადოდ მტკიცენი იმისათვის, რომ ბოლომდე დარჩნენ. რადგანაც ისინი ტოტები არიან. ტოტები კი წყდება ხეს ადრე თუ გვიან. ეხლა რაც შეეხება ფესვები. ფესვები ხშირად ჩვენ ასეთ ადამიანებს არ ვაფასებთ, ვერ ვხედავთ, არ გვინდა მათი მოსმენა, თვალწინ და ცხვირწინ გვყავს, მაგრამ ვაიგნორებთ. ისინი ჭირში თუ ლხინში ჩვენს გვერდით არიან, მტკიცედ, მედგრად, თუმცა დაუფასებენი. ან მგონია, რომ სულ ასე იქნება და კი, ასეც არის. რას ნიშნავს ეს პროცესი? სამყარო ცხრილავს თქვენი ცხოვრებიდან ფოთლებს და ტოტებს, რადგან ასია საჭირო. ისტოვებს მხოლოდ ფესვებს, ადამიანს თუ ადამიანებს, ვინც თქვენს გვერდით არის, ან იქნება და თუ არ არის, მოვა. ეს ცხოვრების კანონზომიერება არის ესეთი. თუმცა ისინი ხშირად ჩვენს გვერდით ისედაც არიან და უბრალოდ ვერ ხედავთ, არ გვინდა რომ დავინახოთ. და აი ამ პროცესებში ხართ ის, რაც იწყებს მოძრაობას თქვენს ცხოვრებაში და ამას ალბათ გრძნობთ უკვე. წარმატებები, ბედნიერი დღე. პირადი კითხვები WhatsApp-ზე 557 16 73 53, ნუ მირეკავთ, მომწერეთ და გიპასუხებთ.